მარიამ, ნახე, ჩემი ნაძვის ხე ბევრად უფრო ლამაზი გამოვა. ნინი, ჩემი ნაძვის ხე უფრო ლამაზია. კარგი რა. ჩემი საჩუქარი ამ წინდაში უნდა ჩავდო. არა, მაგ წინდაში თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს დავს. მოდი. აი, ეს არის შენი მარიამ. მოდი. მე უკვე ვიცი, რასაც მაჩუქებს თოვლის ბაბუა. შენ საიდან იცი? საწინებელში ვარ. აუ, ეგ შენი კი არა, ჩემია. კაი, მაშინ თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს ამ წინდაში ჩადებს. აუ, და დაუთხარი რამე რა. რა დაგემართათ, ბავშვებო, კითხეთ თვითონ თოვლის ბაბუას. აი, მოვიდა კიდეც. ნო, ხახტება. ეს წინდა ხო ჩემი საჩუქრისთვისა? რას ეკითხებ ახლა? ხო იცი რომ ეგ არის. რა დაგემართა, ეს არის აუ, ხო იცი რომ ეგ არის ჩემი გეუბნები, ეს არის ჩემი საჩუქრი. მარიამ, გეუბნები რა დაგემართა? ნინი, გეუბნები ჩემი საჩუქრი. მე რა დავიწყე ხომ ეს ამოჩენება? რა დაგემართა? ნინი, ეს ჩემი საჩუქრი. მამა, მომისმენთ მომუშენებო. მომისმენთ მამა. ეხლა გადავჭრები ამ პრობლემას. ესე იგი ჩვენ გვაქვს ეხლა წინდის პრობლემა, ხო? ხო, სწორად მივხვდი არა? გასაგებია. მიბოძეთ, შვილო, გმადლობთ. ესე იგი, ანუ ამ შემთხვევას ქვია თვითონ წინდა მიგვანიშნებს. ასეთ ეხლა დავარქვი მამა, რანაირად, რა ვიცი, მეც მოვიფიქრე. შეგედი მამა, მომშენცია, ნახე, აი, მიგვანიშნებს ორნამენტს მივყვეთ. ანუ რას გვეუბნება ორნამენტი? ნი. მიბოძეთ თქვენ წინდა? აქ რა ხდება, შეხედე? მარია მი. აჰა. გეუბნებოდი მარიამ. აი, ეს ასე ძალიან კარგი. მარიკა, აი ეს პილპილი ამოვიტანე. რო დამაბარე, აი გენაცვალე, მაგრამ რაღაც მაინც მავიწყდება და ვერ ვიხსენებ რა მავიწყდება ბეღურა. შენ მითხარი სად იყავი ამდენ ხანს? მარიკა, რა მაინტერესებს იცი? ეს ჩვენი კორპუსის ლიფტი. დღესასწაულებზე ისვენებს თუ საერთოდ გაუშვეს სამსახურიდან. ეგ მოვედი. ფეხით ამდენ ხანს? არა, ბეღურიკულა, ამდენ ხანს არა. მეორე სართულზე შემხვდა, გიაროა მეორე სართულზე. ეს ცოლის დამ რო გალახა. ხო, მაგრად რო და ასე ხო, მაგრად. ხო, ეგ შემხვდა და შევყევი საუბარს, მე მაგას კარგი გვინოა, ხო იცი და ესე ვისაუბრეთ. მარიამ. ხო. შენ ახლა უნდა დაკიდო ცხვარი და არა თხარ. რატომ გინდოს მან თხარ? თხის წელი მოდის და არა ცხვრის, რა დაგემართა? არა, მარიამ, ცხვრის წელი მოდის, საიდან მოდის? საიდან ცხვარი, მარიამ, ცხვარი, აუ, ეგრე იყავით. წინ დაგწესდა ჩმედა. მამუშენციებო, ბაზი, ბუსი, ნინი, მარიამ, ბუსი, ბაზი, მოდით მამა, მოდით დაეწყეთ, მომუშენცია, მომისმინეთ, აი ახლა მე რომ მოვედი, თუ სწორად მახსოვს, მე მოვლებ, ჩვენ მქონდა წინდის პრობლემა. ერთგვარი ქსოვილოვანი პრობლემა იყო, ხო? წინ ახო ქსოვილია, მარიკა ერთგვარი, დიახ, გვალობთ. ესე იგი, ახლა ჩვენ დიდი ნახტომი გავაკეთეთ მამა და ასტროლოგიური პრობლემები გვაქვს უკვე, როგორც ვხედავ. კარგი ნახტომია მამა, მომწონს, ტყილა არ გამიშვია ბავშვები ამერიკაში სასწავლებლად, დიდი მადლობა. გააღიარებთ. ახლავე ორივე წელი მოდის მამა. ორივე რანაირად მოდის? წინ მოდის თხის წელი მამა და უკან მოყვება ბევრი ცხვრის წელი. თხის წელი მოდის თქო, უნდა ჩამოგდა თხა და არა ცხვარი. სამაგერო ცხვარი უფრო ბევრია. ირაკი. ეხა შენ ცრაკენი. მომიყევი, კარგად მომიყევი, რა ხდებოდა აქ, მანამ მე ჩამოვიდოდი. ვაიმე მარიკა რა, ესე იგი რაც ამ პარლამენტში დაიწყე მუშაობა, პირველი მოსმენით ვერაფერს გეპულობ რა. იცი რა, აი ძალიან მომენატრა სულ ყველა. მოდი დაურეკოთ ახლა ყველას და ჩვენთან აღვნიშნოთ ახალი წელი, შევხვდეთ ერთად. რა თუნდა დარეკვა მარიკა? რა თუნდა დარეკვა რა, შეგონია თვითონ ვერ მოვლენ? ან გაცდის ვინმე რამეს, ჩემო ბეღურიკუნა, აბა თუ მიხვდები ეს ვინ არის ყოჩახ მარიკა შენ გუმანი არადროს გალატონდა. კუკურეი, ბოური კიკი. რა რიკიკი? ჩერდი, რა. აბა რა კუკურე რიკიკი? რა რიკიკი, კაცოთა, გაიგონეს ნუ შემარცხენ ამ ხალხთანგან. აღდგომის კონსულებზე მიულოცა ჩვენ UNGF-ის წარმომადგენლობას ახალი წელი. მოიცა დადგაიგ უკვე ახალი წელი. როგორ დგება ხოლმე ამ აღდგომის კონსულებზე ეს? რა შვებით, როგორ ხართ? ორი ამ ხელნათვის ხე, რა გინდათ ხალხო რა? ანანობა სავს ხوار დავდგავდი. ნახე. აი რა გვინდა. დილიდან ასე დღეში არის. დილიდან. როგორ ხართ? რა ისევ ჩხუბობთ, ხო რა გცხვენიათ? აბა მედით ახლა ორივე იქა. ჩქარა. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით ძველ ჩინურ ზღაპარს ორდაზე, ჯადოსნური ზღაპარია, აღარასოდეს აღარ იჩხუბებთ. აი მომისმინეთ. მარიკა ნახე, მოვიდა ქალბატონი UNGP-დან. ხო, და მოგვიტანა სიმშვიდე ჩემს თავმომავლობაში და მე ახლა წყნარად მოვემზადები, იმიტომ რომ წასასვლელი ვარ, გმადლობთ. ხო და ეს ორი და
სულ ჩხუბობდეთ, თქვენ სამით იყვნენ, სულ კამათობდეთ. მარიამ შევხედე აქ ავარები, მომისმინე ხო რა დღეს. ხო და ერთ დღესაც უფროსი და წავიდა ტყეში სოკოს მოსაკრეფად და რა მოხდა? დაიკარგა. აბა, და ეს უმცროსი და კიდე სახლში იჯდა და არც კი ფიქრობდა წასვლას და ძებნას. არ მოგიდგენიათ? ანანო. ხო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან და ერთად შევხვდეთ ახალ წელს რა. მე მარიკა, ბავშვო არ დაიშალოთ, მოვალ გავაგრძელებ. მარიკა სახლში უნდა შევხვდე, იცი? რა ხდება? ой, მე რა ხდება და ბებია ჩემმა მითხრა, და ქალები დაუპარიჟეო და მოდიო და მოგვაქცია ყურადღებაო. მარიკა რა შვებიან, იცი? სამენ შამპანურს. თვრებიან და მე გული მისკდება რომელიმე ცნება, მაგრამ ზიმა არაულობ მარიკა. მე რომ მორჩებიან ჩამორიგებაც ხუნდათ მე. ვაიმე მარიკა, ახალი წლიდან მეყოლება მძღოლი. ვაიმე რა ხო და მე გავაფორმე უკვე ხელშეკრულება. და მე ბებია ჩემსაც ისატარებს და ისმინოს. მე როგორ გადარია ახალგაზრდობაში ალენდელონი. უფროსი წასული ტყეში და არა უფროსი. აი მე უფროსი წავიდა ტყეში და დაგემართა. არ უსმენდი, შენ მე არ უსმენდი შეძითა. ანანო, ყოჩა, რა კარგად დაამშვიდე ჩემი ბავშვები. მარიკუნა, დღეიდან ანანოს უნდა დაუძახო კატაბალახა. მე ბავშვებო, კარგით რა, ერთი წუთი დავი მე მართლა რა. დავტოვეთ ერთი წუთი რა საყაყანდით რა ამბავია. მოვედი ირა. მოდი გენაცელის. ვაჰა, მამას ბუსუსები როგორ ახლა. სანდრო, მაცალე ხა ნახე როგორ აინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს უყვები. ხო და ამან უცადა და ის რომ აღარ დაბრუნდა, წავიდა თვითონ საძებნელად. ვაჰა, ანანო, ჯარისკაცის მამას უყვები? არა, სანდრო, ჩინურ ზღაპარს უყვები რომ აღარ იჩხუბონ. რა გაჩხუბებთ? ჰა? ხო, შენ უფროსი ხარ, უნდა დაუთმო. ტყუპები ვარ, სანდრო. მაშინ შენ უნდა დაუთმო. სანდრო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და სხვებსაც დაურეკოთ, გეხვეწები. აუ, არ გამოვა სახლში, ლუკასთან ერთად, ბავშვთან ერთად უნდა შევხვდე სახლში რა და ისე ირა. აი ეხა, ნინი და მარიამი ამერიკიდან რო ჩამოვიდნენ, როგორი გაზრდილები არიან, ხო? ხო და მარიკა ისევ იმხელა. ვაიმე მარიკა, გეხვეწები, შეხვდეს ეს თავისთან სახლში ლუკასთან ერთად ახალ წელს. გენაცვალე შენ სანდრო, გენაცვალე. შენ მე რატომ უნდა უთხრა? მოდი ახლა აქ დასხედეთ, აბა რა გინდა რას ბურდღუნებთ, რა უნდა მითხრათ? აუ თხო მამიკო რა, ბებიასთან და ბაბუასთან შევხვდეთ ახალ წელს. ხო რა მაგა. რას ამბობ, კაცო, რას? ეგ რო დედა თქვენმა გაიგოს, გაგიჟდება. ბებიაც მაგას ამბობს. თუ ჩემთან არ შევხვდებით ახალ წელს, გავგიჟდებიო. გამაგიჟებენ ეგენი მე რა. ხო, სათხართ აბა. მოკლედ მომისმინეთ ახლა ლაშიკო ბავშვებო მომისმინეთ ახლა მოკლედ თამარი და ნიკა თურმე აქ აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. ხო და მომისმინეთ თურმე ნიკას რაღაც სიურპრიზი ქონია თამარისთვის. ხო და ჩვენი აქ ყოფნა ახლა უხერხულია. ну, არ შეიძლება ახლა ჩვენ მარტო დავტოვოთ ხო თამარი და ნიკა. თან ახლა მე თქვენი ამბავი ხო ვიცი, გააგიჟებთ თამარს ირბენთ აქ წინ და უკან. ხო და იცი რა ვქნათ? ავდგეთ და ჩვენ წავიდეთ ლაშიკო და შენებთან შევხვდეთ ახალ წელს. ხო, ნიკო, მომიწყა, ხო, კარგი, მიშიკო, რა მოგივიდა? გიორგის მოვიდე ხე, ჩაიცვი, თბილად ჩაიცვი, შარფი, ხელთათ მანები. აი მე გამაგიჟებენ. აი მე ქეთინო რა ხდება რა არის? გული რამე ჩავეყოდო. არაფერი ეზოში გაუშვი ბავშვები და თამრი მომისმინე მე და ლაშიკო. ლაშასიანებთან შევხვდებით ახალ წელს. ხმას არ ამოვიღებ. ოღონდ დავიჯერე. გეფიცები.
ლაშიკო გეფიცები. სულ და შენმა რო დამიწყოს და დამამადლოს. ლაშიკოს 5 ცოლი ყავდა და მანდა მაინც შენ რატომ შეგირიგდაო? ხმას არ ამოვიღებ. გეფიცები. I promise. ხო, ეს თქვენთან ვერა? ვაი მე როგორ აბა თამრი ახლა არც ავეჯი მაქვს, არც არაფერი გამზადებული და უხერხულია ესე, მრცხვენია ესე ახალწლს როგორ შევხვდე. ხო და სულ რაღაც ორი სკამი მქონდა და დღეს მეზობელი ამოვიდა ჩემთან. ვაი მე ქეთევან გეხვეწები, ხო იცი როგორ მიყვარხარო? დღესო ინვესტუმრებს ველოდებიო და იქნებ ორი სკამი მათხოვო. ხო დავდექი და ვათხოვე ის ორი სკამი, აბა რა მექნა? ბატონო შეხედე რა, შეხედე რა, ახალი წლისთვის როგორ მოურთავთ დიდი დიღონი რა. შეხედე. მაცრი. აი გაიხედე 4 კორპუსის იქით, აი ბოლოში შეხედე, შეხედე ლურჯი რაღაცა რო ციმციმებს, ხედა? შეხედე, გაფიტყვიალებულია იქ აურობა. დიდხანს მოუყურებ თვალი არ მოგჭრა. მოიცარ, კარგი ეხლა შენ ეს ხრობით არ დაიღალი, არ იღლები არასოდეს რა. შენის წერილი წაიკითხე ბავშვებმა, თოვლის ბაბუას რომ იწერეს, მიდი ჯობია, მიდი წაუკითხე. ქეთევან, ბავშვებს რო უთხრათ რომ არ არსებობს ეს თოვლის ბაბუა, ხა? შენზე კარგად იციან. და ისიც იციან რომ დღეს სამსახურში პრემია აიღე. ხო, თამრი მომისმინე მარიკამ დამირეკა ჩვენთან შეხვდით ახალ წელსო და შენ დაგირეკა? ხო, მეც დამირეკა, მაგრამ მე ვუთხარი რომ ნიკასთან ერთად ვხვდები ახალ წელს და არ მცალია. ხო, აბარა. შენ მისმინე თამრი. რა იყო? რა სიურპრიზია? არ ვიცი. აუ, არაფერი ბოლოს ვლაპარაკობდით მე და ნიკა და ვიხსენებდით სკოლაში ერთხელ ვატირე რომ სანტა კლაუსი არ არსებობს მეთქი და ეხლა მითხრა რომ აი დაგიმტკიცებ რომ არსებობსო და რა ვაი რა კარგია მისნე მოამზადე რამე გააკეთე უკვე მზად გაქვს ხო ყველაფერი გავაკეთე გოზინაყი გავაკეთე ნიკას უყვარს პრინციპში ხლა მეტი რაღა უნდა გამოვიდე ძალიან კარგი ესე იგი თამარ რა შენს კუკარაჩასთან ხვდები ახალ წელს ხო ეს ახალია რაღაც ისე ამხელა პოლკოვნიკი კაცია კაცო რა როგორ ვერ გაარკვია ვინ გიგზავნი და იმ ვარდებს რა არ ვიცი კარგი რა გიდა თამრი ფანტასტიკური არაც ჩვეულებრივი წელი გქონდა აქეთ ფართი იქით ვენახი და რაც თავარია ნიკა სასწაული წელი გქონდა გოგო ქეთო შენ ძალიან კარგი წელი გქონდა ჩემოდაო ჩამოხვედი ბავშვები ნახე შეურიგდი ვაჟბატონს იქით რემონტი რა ვიცი რემონტი დიდებული რემონტი ვაი და ხოდა ნანახი რამდენი წელი გოგო 5 წელი არ ყავდი ნანახი იუზა სირგიდა ძვალი იუზა პირველი ახალი წელია დედა რა кайქენი ქალბატონო ნონორე ეს ნაძვის ხე რომ მოიტანე რა სიოა რა ჰაერი რა ჟანგბადი გახსენული მაგორდანის გამარჯობა ქალბატონო ნონა როგორ ხარ ნონა სუნთქავს კარგია ჟანგბადი საჭიროა მომისმინე რა ხდება იმ სიგელებზე ხო უნდა დავარიგოთ ეს სიგელები ხო და მზად არის ეს არის დავამზადე აი უბრალოდ საუკეთესო თანამშრომელი ვინ უნდა დავასახელო არ ვიცი და შენ ვის ფიქრობ საუკეთესო თანამშრომელი მომისმინე ახლა მე თქვენი ამბავი რო ვიცი ანერვიულდებით იღებებთ იფიქრებთ იმაზე შეეჩერებთ არჩევანს მე იმაზე წინებავ იმაზე გადახოთ დაანებეთ ყველაფერს თავი ბოლოს მაინც ჩემამდე მოხვალთ მაგრამ თავიდან მე გადაწყვიტეთ და მე ვიქნები საუკეთესო თანამშრომელი წელს რატომაც არა მე თან ახლა ვარ ჩაწერე საუკეთესო თანამშრომელი წელს გახდა ბატონი ნოდარ მხეიძე კი და ეს მისთვის სტიმული იქნება რომ ორმაგად ერთი ვარ რა თქმა უნდა გილოცავთ ბატონო ნოდარ გილოცავთ ბატონო ნოდარ შეიძლება რომ მე ესე ვთქვათ საუკეთესო თერაპევტის საკითხი თქვენი ჩარევის გარეშე ერთპიროვნულად გადავგებთ გადავწყვეტ მე თერაპევტი ესე იგი საუკეთესო თერაპევტი როგორც გონია ისევ ბატონი კახა იქნება ხო კი ირაკლი და სულ ეგ იქნება სანამ მეორე თერაპევტს არ ავიყვანთ. მაშინ გამოცდილი კადრი ხო არ გადავცეთ ქალბატონ ნონას. კი. კარგი რა ირაკლი, რა თმინდა 3 მაქვს ეგეთი სახლში. რა ყველაფერს სამსაგროვებს ეს ხალი კაცო გავი. ერთგული თანამშრომელი გადავცეთ მიმოზას. კი. ვიცა მიმოზას რატო? რატო? ნუ და რამდენი სამსახურიდან გაუშვი, იმდენი უკან მოვიდა.
აი, შამპანიურიც მოვიტანე. მაგრამ აპაპაპ, მე ვერ დავლევ მანქანით ვარ. ხო, მართლა რა შვება შენი მანქანა? რა ვიცი, ნაკლებიძიან. მე მგონი რაღაცა ჭირს რა. რა ჭირს? აი, სიარულიზოს აქეთ-იქით ხანობს, რაღაცა ესეთ არის. არა, არაფერი არ ჭირს შენ მანქანას, უბრალოდ იმდენი ხანი იყო ზღვაში, რომ აქანავებს. რა ქენი შეგაჭირებულო, ვერ მოაბი თავი, ხო იმ გოგოსთვის რაღაცა რო გეთქვა. რა ქვია მის ჭირის უფალს? Ani. ბიჭო, მე კი გავაკეთებდი შემაგრად მივიდოდი აუგებდი ოქროს სარაიებს, კოშკებს, სასახლეებს, მაგრამ შენ იმის ნახევარსაც ვერ გავუკეთებ, რასაც მე სიტყვით ვეთყოდი და დავითანხმებდი და მე გაგშორდებოდა იმედგაცრუებული და შენ თვითონ უნაქნა რაღაცა. ისე ირაკლებიძია, ზოგს სიგელიო, ზოგს პრემიაო, ზოგს მადლობაო და თქვენ თვითონ ერთი პრემია არ გეკუთვნით? ჩემი სიგელი, მადლობა და პრემია ბაბუა შენს აქვს 20 ლიტრიანში სარგაფში. ხო და დღეს რომ მიხვალ, ჩადე შენ მანქანაში და წამომიღე. კარგი? დაასხი შულო დამაწყდა ნერვები. მოდი. შენს გაიღეთი. არ გამარტყა თვალებში. აბა, მეგობრებო, ახალი წელი მოდისო, ამბობენ და მე მინდა ერთი საღეგზელო შემოგთავაზოთ, ეს რა არის თავდადონა. ჯანჯუხა, თაფლაკვერები. როგორი? თაფლაკვერები. ჩემი გოზინაყიც გასინჯეთ. ნონორეს გოზინაყი. შავია. კარგი. მოგლეთ, მეგობრებო, მე მინდა ირაკლის შეიძის კლინიკას გაუმარჯოს. კარგი წელი იყო ჩვენთვის, სულ წინ მივდიოდით და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც სულ წინ წავალთ, ხო? თან ახლა უფრო მაგრავივლით ირაკლებიძია, მანქანა ხო ჩავამივიდე. შენი არე წინ. მე მინდა ერთი სადღეგრძელო შევსვა. ესეთი ამ კლინიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წლევანდელი წელი, იმიტომ რომ კლინიკა შეემატა მე. ამიტომ მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მატება იქნება სიკეთის და ხვავის მომტანი. შენ გაგვანათლე, ნოდარ, შენ გაგვანათლე. შენ იყავი განათლებული. გაიხარეთ, ახლა დიდი ქალბატონა. გეხვეწებით ახლა, თქვენც უნდა თქვათ ერთ სადღეგრძელო, ოღონდ ისე არა თქვენ ვიცით ხოლმე გამარჯობა. აბა? რა ვთქვა? გაგვიმარჯოს. მე მგონი სულ ყვილად ვრთავთ ამ ბარს რა. ვინ მოვა ეხლა აქ? ახალ წელს ყველა სახლში ხვდება. კაი, შეხვდებიან თეო სახლში და მე მოვლენ აბა საწავლე. ხალხი მიდის, სადაც მუსიკა, ბენდი უკრავს. ჩვენც უნდა მოგვეფიქრებინა რამე ეგეთი. მაგალითად ორკესტრი უნდა მოგვეწვია. აი ორკესტრის გამო ვინ მოვიდოდა თეო ახლა აქ რა ორკესტრი? შეიძლება ხალხი არ მოსულიყო, მაგრამ ორკესტრი ხო გავსევდა ბარს. რატო ნერვიულობ თეო? ნუ ნერვიულობ, მოვა ხალხი. ნუ ხალხი თუ არა, ვინმე მაინც მოვა. ვინმე თუ არა, იქნებ ოთო მოვიდეს? იქნებ მოვიდეს. აუ, ნატა მართლა რა მაგარია რომ მოვიდეს. ჩვეულებრივ დღეს რეებს აკეთებდა და ახალ წელს ხო წარმოგიდგენია რა სიზავს. ხო, ნუ ახლა რა სიზავს? მოვიდოდა, ლექს მეტყოდა, მიმღერებდა და პატარა სათამაშო თხეს მაჩუქებდა. და სათამაშოს რატო? ხო, ისე სათამაშოს. მაგაში გადავრჩი თეო. ვიცი რა ვიფიქრე? თოვლის ბაბუას მიწერე წერილი და ახალ წელს ნაძვის ხის ქვეშ დაგხვდება ოთო. თუ წინდაში თეო. არა, წინდაში ნუგო. მოგესალმებით. მოხვედი? ახალ წელს ყველა საკუთარ სახლში ხვდება. ჩემ გზნობასაც უნდა სახლში შეხვდეს. ხო და მისი სახლი შენი გულია ნატა. გაუღე კარი. მოიცადე ოთო, აბა მეგობრებად დავრჩეთო? რა მიამიტი ხარ ნატანა? აი ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ შენი გაცნობის წუთები ხელახლა განმეცადა. მართლა? აუ, რა მაგარია. რა თქმა უნდა. მე ოთო მქვია. მაჩუქეთ თქვენი სახელი გოგონი. მაჩუქეთ თორემ მოვიპარა. მე ნატა. კარგი. თუ შარშან ცხენის წელი იყო და ახალ წელს შეყვარებულთან ერთად ცხენის წყალზე შევხვდი, წელს მინდა შენთან ერთად ცხვარი ჭამიაში შევხვდი. რა ცხვარი ჭამია ოთო? ხო გითხარი, მე ამიტი ხარ მეთქი ნატა რა. ვერც კი მიხვდი რომ ეს ხუმრობა. ხუმრობა იყო. მე ვიფიქრე რომ მივდიოდი ცხვარი ჭამიაში. მაგრამ მე შენში ზუსტად ეს
სიმიამით ემხიბლავს. და მინდა მთელი ცხოვრება ამ სიმიამიტესთან ერთად გავატარო. და ცხოვრობდნენ ესე დიდხანს და ბედნიერად. ჭირიკა, ხინიაკა. ხო დედა. მარიამ, ჩემი ნაძვისხე აშკარად უფრო ამაზე გამოვიდა, ის შეხედე. დედიკო, შენი ჯობიაო. მამიკოსაც ვკითხოთ მაშინ. გითხოთ. ბავშვებო, გაჩერდით, არ მისმის არაფერი. არა, დედა, არავინ არ ხვდება ჩვენთან ახალ წელს. რა არა მოიგონეს დედა, ყველას უნდა რომ სახლში შეხვდეს, რა დაგენა. კარგი, დედიკო, კარგი, კი. აი, ირაკლიც გილოცავს. ხო. კი. კარგი. ესე იგი რა. ესე იგი რო ვამბობ ეს ხალი ჯადოქარია მეთქი. კათიშე? რო ვამბობ ეს ხალი ჯადოქარია მეთქი, კაციშვილი არ მიჯერებთ რა. მარტო მაგისთვის არ არის გადატვირთული ეს სატელეფონო ხაზები. გძნეულია ბებია თქვენი ბავშვები. გძნეული კარგი სიტყვა მარიკა. ესე იგი, აი, მარიკუნა, არავინ რო არ იცის ამ ოჯახში, მაგრამ რო დამაბარეს სეზამის მარცვლები, მოვიტანე და ძალიან მაინტერესებს ამით რას მოამზადებ. მადლობა. ხო, ეს აქ, მაგრამ რაღაც მაინც მავიწყდება. მარიკა ვერაფრით ვერ რა. რომელი ნაძვისხე ჯობიაბა? ჩემი თუ მარიამის? და დედიკო მრავო. დედიკო შენი უფრო ლამაზიაო. აჰა, მაშინ ნინის ნაძვისხე ჯობია. ირაკლი, რა ვქნა, დავურეკე ყველას და არავინ არ მოვა ჩვენთან ახალი წლის შესახვედრად. ყველას უნდა რომ სახლში შეხვდეს. მერე მარიკა, მაგას რა ჯობია, ნახე ოჯახი შევხვდებით, რამდენი ხანია მარტო, მე შენ ბასიბუსები შევხვდებით, მარტო ვიქნებით ახალ წელს. რა ჯობია, ჩემ მარიკა. რა ხან მოკლე გამოდგა ჩვენი ოჯახური დილია? დიახ, ვინ გაცლის ან ცოლთან ან შვილებთან ერთად რო შეხვდი ახალ წელს მარიკუნა, აბა თუ მიხვდები ვინ არის? შენ გუმანი არამდროს ღალატობდა მარიკა, გამოიცანი კიდევ ერთხელ მობძანდი. არა, ის როგორ დამამადლა. ლაშიკოს 5 ცოლი ყავდა და მანდა მაინც შენ როგორ შეგირიგდაო. დამდეგს გილოცავთ მარიკა მრავალს დაესწარ. მოდი გაკოცო დედიკო. და რა ხდება, გამაგებინე რა არის? რა ხდება ირაკლი? რა ხდება და ჩემებთან ვიყავი და დაჭამეს ერთმანეთი. რა ხდება? შენც კაი ტიპი ხარ რა. აბა რა გეგონა? რა ვიცი ბიჭო, მეგონა ახალი წელია, რაღაცა მხიარულება, რაღაცა საახალწლო ეს ღამე. რა ვიცი, რა მეგონა? კარგი, ნუ მოიშლენებს, გამომართვეს, მე ახლა მივხედავ ღვინოს, კარგი ღვინო, მაკლევანდელი ღვინოა, გოგისი. ხო, დავლიოთ ის და ვიმხიარულოთ ეხლა. დაიგლიჯე კიდე მაღაზია ნერვები. დააწყვე შამპანურები, დაჯექი და თავი ისე იგზენი როგორც საკუთარ სახლში. არა, მე მესმის რომ ძნელია შენ თავი ისე იგზნო როგორც საკუთარ სახლში, იმიტომ რომ ამ სახლში ცოტა უფრო მეტი ავეჯი დგას მე. გამხიარულებ ეხლა რა ვქნა? ხო, რა კარგად გამხიარულებ. კაი, ხო, დაწყე. მოვიტან კიდე რა ჩამოასწრა. აბა, ბუსი, გამადარი, ბუსი, შენ ხარ. აი, მე შეგახარი, მოდი. მიდი გადი, გავკეტა კორექცია. ნაძვისხეებია? მაშავიცია, რომელი ნაძვისხე უფრო მოგწონთ? რომელი აი ის რატო ეხლა ეს ვითომ რატო ეხლა ეს რა ჩვეულებრივი და ძალიან ლამაზი და ულამაზესია ხა რა მეორემა დაგიშავა. არა, რა დამიშავა კეთებან, კარგი ესეც ლამაზია, მაგრამ რა მე ის უფრო მომწონს. აი მე ესე იგი აღარ შემიძლია. შენი მოსაწონი ხო ამ წელიწადში მე ვერაფერი ვერ ვნახე. ორი მარიამ. აი, ორი წინ არის. მარიკა, ხედავ, ისევ შენთან მოვედით და ისევ თქვენთან თქვენს ოჯახში ვხდებით. ой და მიხარია, ძალიან მიხარია და ლაკი არ წავალო იქო. აი მე რა ვიცი მარიკა, ხო იცი ბავშვებმა ისე მთხოვეს, მკოცნეს, მეფრეს დედიკო წამოდი, წავედი ბავშვების ხალხით, წავედი და ბავშვების ხალხით ვითმინე ყველაფერი. მაგრამ ბავშვებმა როგორც კი დაიძინეს, ჩემში გაიღვიძა ძველმა ქეთევანმა. ხო და ვერაფერი ვეღარ მოვითმე. კარგი, მაგ თემაზე მე ვილაპარაკოთ, მე ხლა სახოცებს დავკეცავ. მიდი შე. ვაიჭა. ვაშა. ხო, გაგიჟებენ, ხო? რა ვიცი, მარიკა, კი, მაგრამ რა ვიცი? მე ქეთევანი ასეთი მიყვარს. ასეთი რო არ იყოს, ალბათ არც მეყვარებოდა. ვაი. საცივი გაქვს მარიკა? გოჭიც. გოჭი, საცივი. აგერ გოგის ღვინო. გენაცვალე დედა რა კარგად უთქვამს ქეთევანისთვის კაცო ის მე ამას დავაგემოვნებ ისა ლაშიკო
მერე ჩვენთან ჩავიდეთ. კაფეტები მაინც შევყაროთ, ხო, რა ვიცი ხო ესე. ხო, კაფეტები შევყაროთ. აი, მარიკა ნახე, გრძელდება ჩვენი ახალი წელი მარტო რო შევხვდით მე და შენ და ბავშვები. აბა თუ მიხვდები ვინ არის? მართალია მარიკა, მობძანდით. უფა ვერი აჰარო. Yes. Thanks, bye. Bye. ანანო, რა ხარ? აი მე ნუ გაგონებ ქეთევან გაჩერდი. მე გიხოცები ნუ მომჭრით რა თავს ახლა მთელ მსოფლიოში. რა იყო ჩემთვის თქვის ეს სიტყვა აჰარო, ჩუმავ თქვი ჩემს რა იყო? კონსულებზე მიულოცე ჩვენ წარმომადგენლობას. ქეთევან გეხვეწები მალდივებზე არ მომჭრა თავი რა. ასისულელი აჰარო. აჰარო. ასისულელი. ეს ბანანო. რა კარგია საქმეები. აბა მე მიასამხტები ახალ წელსო. ვაიმე ირაკლი ვერ გავუძელი იცი? რატო? ვიმე რატო და მოუვიდნენ ეს პადრუგები ირაკლი? მომისმინე ისედაც ხო ყველას ყურთ აკლია რა ხმამაღლა ლაპარაკობ. ერთ ჭიქა შაფანურში ირაკლი გადავიდნენ ყვირილზე. აჰა. რაო, რას ყვიროდნენ, რა გვინდაო? ვაიმე რა სიყვარულობდნენ ისე ვალენტელონის ისტორიას ყვებოდნენ. რაო? მოიც რა არიცი? არ მომიყოლია? ვაიმე, ნუ კაი ერთხელაც მოისმინე რა ჯაჭიკი გეხვეწები ფანტასტიკური ისტორია. იყოს მიდე. მოკლედ სტუდენტობაში ბებიაჩემი ყოფილა ჩეხოსლოვაკიაში. ხო, და ამ დროს თურმე ალენდელოს იქ ხონია გადაღებები და სადღაც შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს და ალენდელოს მოეწონა ბებიაჩემი. და ეუბნება წამო საფრანგეთში წაგიყვანო შენ და ბებიაჩემა არაო, რასამობ არ გამოვა ეგ ამბავიო, მეო სხვა მიყვარს ეს ბაბუაჩემზე უთხრა გესმის და ამ შენმა ალენდელონმა ამოიღო ჯიბინა თურმე დასტა ფული და მიცა ბებიაჩემს შენო რა ერთგული ქალი ყოფილხარო აჰა ეს შენო შეხედე მოიცადე ხა ბებიაჩემა რა ქნა ბებიაჩემა არც აცია არც აცხელა აიღო ეს ფული და სახეში შეაყარა ალენდელოს შენო მეო ვინგ გონი ვარო მე რამდენი ბაბუაჩემი გააბრაზებდა იმდენი სულ იმას იცახდა აი უნდა წავყოლოდი თავის დროზე ალენდელონს საფრანგეთშიო რა ისტორია ამ საახალწლო ღამეს პირდაპირ სასწაული სასწაული და ეს ამბავი ამდენი ხანი ჩვენ რატომ არ ვიცოდი? რა ვიცი მარიკა მიცოდა მე მარი ჩვენ და ბანსაჩუქრების ის და აბა შენ რომელი ნაძვის ხე უფრო მაგწანს? ვაიმე ეს ნაძვის ხე მომწონს. იცი ეს ნაძვის ხე მაგონებს ალჟირში დავდგეთ აი ზუსტად ესეთი ნაძვი და ძალიან კარგად მაგონდება. გაიწიე? აი მან ახლა რატომღაც მომაგონა ტაილანდი. ტაილანდში გადავმართა მიგვინა კოღო. ვაიმე ისე გავწვალდი. არ დამანახოთ ეს ნაძვი. აი ეს მომწონს მე. 3-2 მარია. ჯერჯერობით. მოიჩი. მოიჩი ჩემთან დაჭი. და ჩვენი ოჯახური იდილია გრძელდება მეღურა და ჩვენ შემოგვიერთთ და გილოცავთ ირაკლი ბავშვებო ნინი მარიამ გილოცავთ ჩემო საყვარლებო ხო საჩუქრები მოგიტანეთ ერთს თეთრი მეორეს წითელი ხო გამოვიდეთ მე თეთრი მინდა რა აუ მე მინდა რა თეთრი აუ კარგი რა მე ვთქვი პირველი თეთრი მინდა თქო ხა გითხარი ვერ გავიცი პირველი მე ვთქვი აუ ცოტა ხანი როგორ გიგონება გითხარი პირველი მე მინდა ხა გითხარი ვარ დილიდან აი მე რაჭკვიანი ვაიმე დედიკო მომისმინე რაჭკვიანი ვარ შენც თეთრი და შენც თეთრი აჰა ამოიღე შენ გაიხარეთ ამარჩი ხო ადეგი რა ანანო დამსვი დაბრძანდი თამარ დაბრძანდი მიხვდი ახლა რომ გოგოს დაუთმო ადგილი მოდი ანანო მოდი დადი მადლობა დიდი მადლობა გოზინაყი მოგიტანე ვაიმე სამი ვარსკვლავი აბა ნიკასთან ერთად უნდა შევხვდე ახალ წელსო ხო ნიკას სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული და გამოიძახეს ნიკა და იქ წავიდა სამსახურში წავიდა მოკლედ თამარჩით რა სანამ ნიკას შენ რეჟიმზე არ გადმოიყვან არაფერი გამოვა რა ხო მოუწევს თამარ და შენ რომელი ნაძვის ხე თამარია ახლა კარგი მარიკა არა უშავს რომელი ნაძვის ხე მოგწონს შენ რომელი დეიდა და აი ვარსკვლავი რომ უკეთია ვარსკვლავი ძალიან უხდება ნაძვის ხეს საერთოდ ვარსკვლავი ადამიანსაც უხდება ყველაფერს უხდება ვარსკვლავი თამარჩიკ მომისმინე კარგი ღვინო მაქვს
გოგიზღვინო მაგ კარგი. რას მაშინებ? არ გაშინებ? დაუსხი დიჭიკაში. ახლა დიჭი? დიჭიკაში დაუსხი. ეს არის წლევანდელი, თამარჩი. კი, შეხედე. ერთი სამი ჭიქა ჩადის ამაში. მიდი ახლა ეს უცებ დაარჩი, თამარ. განსხვავებულია ია. კი, რა თქმა უნდა, დაარჩი უცებ და ესე შეგაზარხოშებს. მე შეხედე იმ ვარსკვლავს, სამათ მოგეჩვენება და უყურე და უყურე. მე მივალ. ფეხი აუ მე როგორ არის? გილოცავ დამდე. როგორ ხარ? აი რა ბავშვი გასი ბავშვი ლუკა რა ლუკა რა ქეიხა ჩაი ფიქრე რამე ამახალ წელს იცით რა სურვილი მაქვს რაბა ახალ წელს მინდა რომ შევხვდე ავსტრალიაში ოღონ თვითმფრინავში რატო თვითმფრინავში? რატომ და ახალ წელს იქ ხო შევხვდები? მე ხო გამოფრინდები და ახალი წელიც გამომყვება. სხვა ქვეყნებში ხო უფრო გვიან მოდის ახალი წელი და ესე დამეწევა და დღეში 100 ჯერ შევხვდები ახალ წელს. შენ გენაცვალე. როგორ გავს მამამის? ზედ გამოჭილი მამა, გენაცვალე შენ. გოზინაყი არ გინდა ლუკა, გოზინაყი მიაწოდეთ ერთი ლუკა. თქვენი ცით რატო ქვია გოზინაყი? რატო? იმიტომ რომ ზოგი ნიგოს ხო ჭრის და ზოგი ნაყავს. აი სიგინაცაც. გამომართვი შვილო ეს, გამომართვი ეს დანაყული გოზინაყი. ადექით ახლა რას ვიყურებთ კაცო? ადექი შენ კიდე რა რომ მოიწი აქ სადინი და შეჭამე ყველაფერი. ოხო ხარ და მაგარ. მოვიდა ახალი წელი. ხო იყიდა სად არის? მაშხალები როგორ არ ვიყიდე? მე სად არის? აი რო გეუნები, მავიწყდება მეთქი და პილპილს და სეზამის მავსლებს რო გადამაყოლე ბეღურა. ვიყიდე მაშხალები, თქვენ გონიათ არ ვიყიდე? ბარში დავტოვე 9 გზა რო არ გავაკეთო მეთქი და დამავიწყდა იქ. ჩავალა მოვიტან. ვაი, ირაკლი, ვაი. ჭადის სახელი რატო არ დაგავიწყე? ეხლა ნახევათო და ნუგო სიმღერას რო დაიწყებენ, ხალხი მოვა. ჩემთვის უკვე სულ ერთია თეო. თუ გინდა ნურავი ნუღოვა. აბა? გავჟოგიცე? გილოცავ დამდეგს, დაესწარით, გაიხარეთ. ის თეო, ის რო ვიყიდე რაღაც შუშხუნები თუ მაშხალები და რაღაც ისინი პედარდები და შეთა რომ დავტოვე, გეხვეწები რა დამავიწყდა და გამატანე რა. ირაკლი ჩვენთან არ შეხვდები ახალ წელს. ვაიმე, შენ შემოგევრე დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთი უნდა ნახო ჩემთან სახში რა ხდება. ყველა იქ არის, ვისცემს კი ვიცნობ ყველა ჩემს სახშია. მე პირიქით მინდოდა რომ მე თქვა რომ თქვენ ხوار წამოხვალთ ხო და ერთად შევხვდეთ ჩემთან ხო? არა, ჩვენ როგორ? არა და ჩვენ ბარში ნატას ყოფილი მეგობარი მღერის. ვიცი რა кай. აი ვიცი, მაგრამ აბა რა ვქნა? მე ჩემთანაც აი რა ძველი წლების დიდ ყულაბას ერთი კიდევ მიემატა ახალ წელს კი ამ სიმღერით მოგილოცავ ჩემო ნატა. ვა, მაგარია. ზოგი ამბობს ის წელია ზოგი ამბობს სხვარია თავარია ეს დღები ყველა ბავშვს უხარია მოვა მეფლე და დახტება გოზინაყის სურნელი ვერ გაიგებ ვინ შემოვა ჭკვიანი თუ სულელი ვინც აქამდე ბევრი ნახა და ბევრიც დაიწუნა მასთან ახალი წლის ღამეს მოვა ვარსკვლავ ბიჭუნა
ნაჭხუბარი იყო ახლა შერიგდებიან და ისინი ამ ახალ წელს მაინც ერთად ხვდებიან წინა წელს რაც გაწყენინეს კარს უნდა გადანო ყველას უნდა აპატიო კი არ უნდა ანანო ვინც უფრაზე ბოლოს მოდის და ყველას ახალისებს ამ ახალ წელს დიხულოცავ ძვირფას დიასახლისებს და ბაზარები 12 საათს ელია მოგილოცავ დღეს ახალი წელია  ბეღურიკუნა არა უშავს ბუსხარა მამუშენცი არა უშავს მართალია სახში ვერ შევხვდით ახალ წელს მაგრამ რა გინდა ვიმყერულეთ კარგად შევხვდით და ახლა სახში განვაგრძოთ ხო იცით მეკლე მე უნდა ვიყავ მე ვიქნებით მეკლე მას შევაპირველი კარგი რა პირველი მე ვქო მარიამ ყოველდღე კარგი ბავშვები ძალიან გქონდათ აბა გაჩვენდით ეხლა მარიკა მოიჭრა გაჩვენდით ეხლა მაინც ნუჩხუბობთ ორივე ერთად შეხვალთ ორივე ორივე ერთად შეხვიდეთ ბუსხარებო მომისმენთ მომჩენცია ხო და გავაღო კარი ხო ხო ძალიან კარგი მომიცი გასაღები გასაღები აბა კარგი მოხდა გასაღები ეს კი არა გასაღები გასო გასაღები შეგაჩაკეთ ეს კარი ვაი მე ვირაკლი ჩამეკეტა ეთყობა ჩამეკეტა რა ვქნათ ეხლა ირაკლი რა გავაკეთო აქ ვიყოთ კაცო აქ არა ხო ლუკა მამა მიხვედი კარგი რა რატო ხარ გაჩერებულები ჰა გზა გადათხრილი რა უნდა აქ გზას რა სახლში არ არიან სახლში არ არიან თუ სახლში არ იყვნენ რას გვეპატიჟებოდა ამოდი ვაი მე სანდრო ჩამეკეტა კარი კარები ჩაგეკეტა ირა იგი ფილმში არ არის ეგრე რომ ეს რომ მიდიან და სახლის კარები რო ჩაიგე ძალიან რაღაც მომიყიდა რა მაგარი ხოჩა რა ხდება რატო დგახართ აქ რა ვიცი ცხლის წელი მოვიდა და ვდგავართ ფარა კარი ჩაგვეკეტა კარი ჩაგეკეტათ და ლაშიკო სანამ ესენი კარს გააღებენ ჩვენ ჩავიდეთ კანფეტები შევყაროთ სახლში წამოდი ხო ხო თქვენთანაც ამოყრით აივანზე ხო ამოყარით კანფეტები შენი ხო კანფეტები კიკი მაქვს წამოდი ვაი გამაგებინეთ ეს გასაღები ერთი ცალია და თქვენს მეც არავის არა აქ ვაი მე სანდრო ვაი მე რა ჭკვიანი ხარ დედა ჩემს ბებოს ხო დადიოდა ხოლმე დასალაგებლად მე რო არ ხო დადიოდა წყვილს ვერ ვიტყვი ახალ წელს წყვილით ვერ შევხვდები არ გადის გადატვირთულია გადატვირთული იქნება აგე ვისაა გადატვირთული შეხედე ამირს უმეჟევი და საიდა yes thanks
აიმე. ალო. დედა, კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს. არ უნდა ამდენი შესავალები. კი, სულ ბედნიერად იყავი. კი, აი ირაკლიც გილოცავს, მამასაც მიულოცე, ხო? გასაღები თუ აქ წამოიღოს, გასაღები. ხვავი და ბარაქაო. ხო. მოვიდეს და გასაღები მოიტანოს. დედა, მომისმინე, შენ უნდა კონდეს ჩვენი სახლის გასაღები. ფეხის საწმენდის ქვეშ ინახავ ხოლმე? რაო? აი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ახალ წელს რა. აი შეგენაცვალე შალვოვნა. აჰა. აი? შეგენაცვალეო, ხო? კი, ეს ნამდვილად. ეს ნამდვილად. ხო მოусმინეთ ყველა. კარგი, ეხა მომისმინე. აი, რომელი საუკუნე? 21. 21 საუკუნეში რაღა დროს ფეხის საწმენდის ქვეშ გასაღების დატოვება? არა, მეწარეთ რა. ბასიბუსებო, ნინი, მარიამ, სახში რო შევალთ, მამა, მუთაკები შეამოწმეთ, მებია თქვენი ფულს ხო არ მალავსი? კარგი რა. აბა, გავაღებ ახლა მე კარს. და რაო, მეკვლე ვინ არისო? კარგი ფეხი მაქვს მე. ანანდო. ხო. ნახეა ეს ნატურა ჰალამაზად არის მორთული, არა? ომობის ქსერია ეგ. ჰალამაზად მოურთავთ ეს ომობის ქსერია. ვაიმე რა ლამაზი ფეირვერკები. აი, ვარსკვლავის ფორმა, როგორ იღებს ვარსკვლავის ფორმას? თამარჩიკ, ნახე ხვალ ალბათ კარგი ამინდი იქნება. ცელოფანის პარკები მაღლა დაფრინავენ. აი, მაღლა კი არა, ქვემოთ შეხედეთ ვიღაცას ცეცხლით რამხელა წინადადება დაუწერია. ჩემი სულის კოკობი ხარ და მუდამ იქნები შენი ოთო. ალო. ნიკ. ხო, ჩხეიძესთან ვარ. ირაკლისთან, ირაკლი ჩხეიძესთან. ასე რამდენი ჩხეიძეა, ქალაქში ყოველ ეწოდეს მიშმა სათხარ. რა სიურპრიზი. მართლა, მოხვალ. კაი, გელოდები. ხო, სიურპრიზით გვეწევა დიდი ნიკასთან ვარსკვლავედი. კარგი, ხა შევიდეთ, კაცო, შევიდეთ, უხერხულია, მე ხალხი გველოდება. ვინ ხალხი გელოდება? ვინ ხალხი და დედმამიშვილები, მშობლები, ვინც გაიარა, გამოიარა, კარგი თვალით შემოხდა, ვინც უთებძელებელი დაგჭა. რამხელა ფეირვერკია, ნახე რა ლამაზია, ირა და არ ხრება და დიდია და ტრიალებს, შეხედე. აი, მეშმაკის ბორბალია, საერთოდ. რა მნიშვნელობა აქვს ტრიალებს? ხალხნო, რა შვებით ახლა? შემოდით, მზად არის ყველა. წამოდი, მე მაგას ვამბობ, წავიდეთ. Uniaka, musha umuhle. Წამოდი. Yes, thanks. Thanks, Mr. James, thanks. Bye. გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ რაოს და ეს წარით. მადლობ, თქვენც გილოცავთ. სანტა-კლაუსის გამოძახება მინდა. დიახ, რა თქმა უნდა. იცით ჩვენთან დარეკვით ხდება გამოძახება. კი, ვიცი, უბრალოდ აქვე ვიყავი და შემოვედი, მაგრამ. დიახ, მაგრამ უნდა დარეკოთ. კი, მაგრამ აქ ვარ და რა აზრი აქვს დარეკოს, მაგრამ გამოვიძახე. იცით, ესეთი წესია ჩვენთან. შენიშვნას მომცემენ. იცით, ძალიან მკაცრი უფროსი გვყავს. დიდი ბოდიშით რა შეგაწუხეთ. უკაცრავად. სანტა-კლაუსი გამოძახებით გისმენ. გამარჯობა, სანტა-კლაუსის გამოძახება მინდა თუ შეიძლება. გამარჯობათ, გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. დაგეხმაროთ. სანტა-კლაუსის გამოძახება მინდა თუ შეიძლება. შეკვეთა მიღებულია, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, სანტა-კლაუსი მალე მოვა. დიდი მადლობა. იცით, უბრალოდ ესეთი წესია დიდი ბოდიშით რომ შეგაწუხეთ. გასაგები, კარგით, მადლობა, დავალებდები მადლობთ. კარგად იყავით. გვანცა რა ხდება, გვანცა? ძანდით ბატონო ახლა. არის რა? კარგია. დიახ, კიდევ ერთი ახალი შეკვეთა დაგვემატა. ძალიან კარგი, რომელია? რა? ჩხეიძე?
დიახ, ტელეფონით მივიღეთ ეს შეკვეთა. ირაკლი ჭხიძე? დიახ. გონსა, მე რო წავიდი აქ რა სიტყვის შენ, თქვენ ბატონო ვახტანგ? ო რა იყო რა, გავერთობი კარგად. მე წვერს ქუდს მოვიხსნი ირაკლისთან მივალ და ვეთყვირას. რას ბუ ჰე ესე რო არიცი შენ. მაგრამ თამარიც რო იქ იყოს. თამარი თქვენი ყოფილი მეუხლე? შენიც? აი სხვა ვიღებს რო უგზავნიდით. დიახ. პრინციპში ახლა რატომ უნდა იყოს იქ? ეგ ხო სხვა განსხვავებს უკვე. მოგლედ რა მნიშვნელობა აქვს მაგას შენ კოსტიუმი გამიმზადე ფორმა. დიახ. ხო და მე წავალ ამ მისამართზე. კარგით. მოდი კითხვა, მოდი. დაშიკო. არ დაგავიწყდეს სახლში კანფეტები შევყარეთ. ხო, ვიცი კეთებან ახლა რა. აი შემიძლია. სახლში კანფეტები შევყარეთ. რატო ვიცი? აი არაფერი. ხლაშა. მოკლედ, კარგ დროს მოხვედი, მე უკვე დავიწყე რაღაც პერსონალური საღებავები რა. ხო და აი ახლა ზუსტად არის ჩემი თამარჩიკას საღებავი და შემომიერთდი ადღეგრძელოთ თამარი რა. ადღეგრძელოთ ჩემი თამარი, მაგრამ ირაკლი რა არის, რა ჭიქა არის? ხო ხედავ ცოტა დავაგვიანე და ან დამაჯარიმე, ან რაღაცა ესეთი. რანერა დაგაჯარიმო, ახლა ყვითელ ბარათს ხო არ განახებ, კაცო და აგერ არის, დიდი ჭიქა და ისხი და დალი. აი ის პროდიდია ირაკლია. მიდი ჰა, რომელიც შენ გინდა, მიდი, მოკლედ. თამარ, მინდა განვაგრძო ეს საღებავი. თამარი საღებავი და ასე ვთქვათ, კარგი წელი ქონდა თამარჩიკას, ხო, კარგი წელი ქონდა. ცხენის წელი იყო, გასული წელი და იმ ცხენმა რაინდიც მოუყვანა. რა ღერა ჩავახვიე. კარგი იყო. ისე თამარ, სად არის შენი კუკარაჩა, ჰა? სად არის? მითხარი ერთი, ორ ტანკს ხო არ მოათრევს, ჰა? ისე რა გინდა თამარ, მართლა ეს თხის წელი შენი წელია. როგორ არის დავაკვირდი ბიზნესი ხო გაქვს? თხა ვიყიდე, თხა გავყიდეთ. მოკლედ, ხალხო, გეხვეწებით ახლა რა, ეს სადღეგრძელო დავიწყე 1-15 წუთის წინ და შეიძლება რომ დავამთავრო, ხო? რაღაც ლოგიკური ფინალი ხო აქ ყველა სადღეგრძელოს, არა? მოკლედ, თამარჩიკ, ესე იგი, რაც ყველაზე მთავარია, მინდა გისურვო ჯანმრთელობა. ტელეფონი უპასუხე. მოიცემ ისე ჩემი მძღოლი მირეკავს. დიახ მალხაზ. დიდი მადლობა შენს გილოცავ. არა მალხაზ ხვალ ვერ წამავალ ბაღდადში რა მინდა. მალხაზ მომისმინე ორ შაბათიდან შენ გამოდიხარ სამსახურში, გასაგებია? ნუ კარგი 4 შაბათიდან, მორჩა. მალხაზი ბაღდათი ეხლა არ გამაგიჟო არ მითხრა რომ ჩემი ყოფილი მძღოლი მახო აიყვანე სამსახურში მე რა ვიცი რა შენი რეკომენდაცია კი მომიტანა ჩემი რეკომენდაცია ხას ხეთქავდა ისე ოხ მახო კარგი არ მინდა ეხლა ნერვების მოშლა გეხვეწებით ხალხო რა კარგად შეედება რა თამარჩიკას ვადგინდელე მოკლედ თამარ გეხვეწები რა დამამთავრებინეთ ხალხო რა ადამიანს ამგზავნო თუ კიდე არ გამაწყვეტინეს მე მინდა ესე იგი გისურვო შენ ჩემო თამარჩიკ ჯანმრთელობა ესე იგი ძილსში ჩხუბი აღარ გამიგია. არა, ჩემი ნაძვისხე ჯობია. ესე იგი 12 ყოფილა უკვე. ასე დილიდან. კარგი, გეხვეწები დავამთავრებინეთ რა. მოკლედ, თამუსიკ, ჩემო თამუსიკ. თუ კიდე მაცალეს და არ გამაწყვეტინეს კიდე სადღეგრძელო, მე მინდა რომ შენ გისურვო ჯანმრთელობა. იცოცხლე ჩემო თავად. ბედნიერება მინდა გისურვო. კი, ნამდვილად. იმსახურებს ეს ადამიანი. იმსახურებს ამელიანი. და თუ არ გამაწყვეტი. ირა მე გავა. ვაუ!
ავი ბარაკა დოვლათი მოეტანოს ამახალ წელს. ხა მივხვდი რა სიურპრიზია რომ მეუბნებ და დაგიმტკიცებ რომ არსებობს თოვლის ბაბუა. რა მაგარია. წავალ ახლა მე, წავალ. კაცო, მოდი დაჯეკი აგენ. დაჯეკი, ირაკლი, აიღო. ერთი ბუხარი გაგეკეთებინა ირაკლი რა ჩამოვიდო და ეს კაცი ჩვეულებრივად რო აწვალე ამ კიბეებზე ამოსვლა. მე რა საყვარელი. გამომხედე რა, მაგარი ღვინო უნდა დაგალევინო რა. მაგარი ღვინო. არა, ღვინოს ვერ დავლევ. მაშინ გუზანას არაყი. გუზანას? გუზანა ერთი კაცია რა. დაუსხი გუზანას არაყი, მიდი აგერე. ხო, გუზანას არაყი თუა ერთი ჭიქა შეიძლება. ბატონო, მიეწოდე ხო? აბა გილოცავთ. ერთი წუთი თოვლის ბაბუ გეხვეწები რა. ახალი წელი მე მოგვილოცე, იმიტომ რომ სანამ თქვენ მობრძანდებოდით თოვლის ბაბუ, ჩვენ დავიწყეთ პერსონალური სარგრძელო, აი ეს არაჩვეულებრივი გოგონა ვადღეგრძელე მე. დავილოცე ეს გოგონა და მე ახალი წელი მოგვილოცე და მე რაც გინდა ის თქვი. მიდი. გამარჯობა. თამრიკო. მე მინდა რომ შენ ამ ახალ წელს კონდეს ბედნიერება, სიყვარული. აუ ეთყობა ნიკა მოთხრა ესე უთხარ. როგორია? ერთი ჭიქაც მისხით რა თუ შეიძლება. გახსნა, ნახე? გახსნა ჯიგა რო? მედი. ერთი. აბა, კი. თუ შეიძლება, ერთად გეგრძელოს. მე შემოგთავაზე. რა საყვარელია რა საყვარელი. მოდი. მონატრებას გავუჭირს. აი ისეც რო იტყვიან გვერდში გყავს, მაგრამ მაინც გენატრებაო. მე რომ ენატრებოდი, ხო. გაუმარჯოს. მონატრებას გაუმარჯოს, აგერ კიდე. თქვენ და ნამდვილი ხარ? ხო. ბიჭო, კიდე კარგი, ჩემი შვილი აქ არ არის, თორე გაგიჟდებოდა, არა და მე ვეუბნებოდი, არ არსებობს სანტა კლაუსი. თამრიკო. დიახ. დამიჯერე, ბედნიერება ახლოსა. ძალიან ახლოსა. სიურპრიზი გამიკეთებიკა რა, მაგრად ვერ თხოვით რა. გამარჯობა. ილოცა. ილოცა. მეც. ეს გამოდი რა. ერთი წუთი. ბოდიში რა დამაგვიან და სხვანაირად არ გამოდიოდა. ერთი წუთით. ბოდი რა. ბოდიში სხვანაირად არ გამოდიოდა და რა. თამარ. ეს ის ბეჭედი არ არის, მეჯვარე რომ ხარ შენ და რომ მიდი. კი, ეს ბეჭედი შენთვის მქონდა, ნაყიდი, უბრალოდ მაინტერესებდა მოგეწონებოდა თუ არა. რა იყო? თამარ, ცოლად გამომყვები? რა? თოვლის ბაბუ. ლაშა. მურტალო მოვიდა. აი მარიამ, ნახე, ჩემი ნაძვის ხე ბევრად უფრო ლამაზი გამოვა. ნინი, ჩემი ნაძვის ხე უფრო ლამაზია. კარგი რა. ჩემი საჩუქარი ამ წინდაში უნდა ჩავდო. არა, მაგ წინდაში თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს დავს. მოდი, აი ეს არის შენი მარიამ.
მოდი. მე უკვე ვიცი, რასაც მაჩუქებს თოვლის ბაბუა. შენ საიდან იცი? საწინებელში ვარ. აუ, ეგ შენი კი არა, ჩემია. კაი, მაშინ თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს ამ წინდაში ჩადებს. აუ, დედა, უთხარი რამე და. რა დაგემართათ, ბავშვებო, კითხეთ თვითონ თოვლის ბაბუას. აი, მოვიდა კიდეც. ო, რა ხდება? ეს წინდა ხო ჩემი საჩუქრისთვისაა? რას ეკითხებ ახლა? ხო იცი რომ ეგ არის. რა დაგემართა? ეს არის ჩემი საჩუქრი. აუ, ხო იცი რომ ეს არის ჩემი გეუბნები, ეს არის ჩემი საჩუქრი. მარიამ, გეუბნები, რა დაგემართა? ჩემი გეუბნები, ჩემი საჩუქრი. მე რა დავიცე ეს სამოჩენება? რა დაგემართა? ნინი, ეს არის ჩემთვის, რა დაგემართა? ბუსტი, მამა, მომისმენთ მომუშენციებო. მომისმენთ მამა. ეხლა გადავჭრები ამ პრობლემას. ესე იგი ჩვენ გვაქვს ეხლა წინდის პრობლემა, ხო? ხო, სწორად მივხვდი არა? გასაგებია. მიბოძეთ, შვილო, გმადლობთ. ესე იგი, ანუ ამ შემთხვევას ქვია თვითონ წინდა მიგვანიშნებს. ასეთ ეხლა დავარქვი მამა, რანაირად, რა ვიცი, მეც მოვიფიქრე. შეხედე მამა, მომშენცია, ნახე, აი, მიგვანიშნებს ორნამენტს მივყვეთ. ანუ რას გვეუბნება ორნამენტი? ნი. მიბოძეთ თქვენ წინდა? აქ რა ხდება, შეხედე? მარია მი. აჰა. გეუბნებოდი მარია. აი, ეს ასე ძალიან კარგი. მარიკა, აი ეს პილპილი ამოვიტანე. რო დამაბარე, აი გენაცვალე, მაგრამ რაღაც მაინც მავიწყდება და ვერ ვიხსენებ რა მავიწყდება ბეღურა. შენ გითხარი სად იყავი ამდენ ხანს? მარიკა, რა მაინტერესებს იცი? ეს ჩვენი კორპუსის ლიფტი. დღესასწაულებზე ისვენებს თუ საერთოდ გაუშვეს სამსახურიდან. ეგ და მოვედი. ფეხით ამდენ ხანს? არა, ბეღურიკულა, ამდენ ხანს არა. მეორე სართულზე შემხვდა, გიაროა მეორე სართულზე. ეს ცოლის დამ რო გალახავ. ხო, თან მაგრად რო და ასე ხო, მაგრად. ხო, ეგ შემხვდა და შევყევი საუბარს, მე მაგას კარგი გვინოა, ხო იცი და ესე ვისაუბრეთ. მარიამ. ხო. შენ ახლა უნდა დაკიდო ცხვარი და არა თხარ. რატომ გინდოს მან თხარ? თხრის წელი მოდის და არა ცხვრის, რა დაგემართა? არა, მარიამ, ცხვრის წელი მოდის. საიდან მოდის? საიდან ცხვარი? მარიამ, ცხვარი, აუ ეგრე იყო ვიცი. წინ გაგზავნე მე და ბუსი, მამუშენციებო, ბაზი, ბუსი, ნინი, მარიამ, ბუსი, ბაზი, მოდით მამა, მოდით დაეწყეთ მომუშენცია, მომისმინეთ. აი ახლა მე რომ მოვედი, თუ სწორად მახსოვს, მეუღლემ, ჩვენ მქონდა წინდის პრობლემა. ერთგვარი ქსოვილოვანი პრობლემა იყო, ხო? წინდა ხო ქსოვილია, მარიკა ერთგვარი, დიახ, გვალობთ. ესე იგი, ახლა ჩვენ დიდი ნახტომი გავაკეთეთ მამა და ასტროლოგიური პრობლემები გვაქვს უკვე, როგორც ვხედავ. კარგი ნახტომია მამა, მომწონს, ტყუილა არ გამიშვია ბავშვები ამერიკაში სასწავლებლად, დიდი მადლობა. გაღიარებთ. ახლავე ორივეს წელი მოდის მამა. ორივესი რანაირად მოდის? წინ მოდის თხის წელი მამა და უკან მოყვება ბევრი ცხვრის წელი. თხის წელი მოდის თქო, უნდა ჩამოგდა თხა და არა ცხვარი. სამაგერო ცხვარი უფრო ბევრია. ირაკი. ეხა შენ თრაკენი. მომიყევი, კარგად მომიყევი. რა ხდებოდა აქ, მანდა მე ჩამოვიდოდი. ვაიმე მარიკა რა, ესე იგი რაც ამ პარლამენტში დაიწყე მუშაობა, პირველი მოსმენით ვერაფერს გეფულობ რა. იცი რა, აი ძალიან მომენატრა სულ ყველა. მოდი დაურეკოთ ახლა ყველას და ჩვენთან აღვნიშნოთ ახალი წელი, შევხვდეთ ერთად. რა თუნდა დარეკვა მარიკა? რა თუნდა დარეკვა რა, შენ გონია თვითონ ვერ მოვლენ? ან გაცდის ვინმე რამეს, ჩემო ბეღურიკუნა, აბა თუ მიხვდები ეს ვინ არის ყოჩახ მარიკა შენ გუმანი არასდროს გალატობდა. კუკურეი, ბოური კიკი. რა რიკიკი? ჩენდი რა. აბა რა კუკურე რიკიკი? რა რიკიკი, კაცო და გაიგონეს ნუ შემარცხენ ამ ხალხთანგან. აღდგომის კონსულებზე მიულოცეთ ჩვენ UNGF-ის წარმომადგენლობას ახალი წელი. მოიცა დადგაი კუკუ ახალი წელი. როგორ დგება ხოლმე ამ აღდგომის კონსულებზე ეს? რა შვებით როგორ ხართ? ორი ამ ხელნათვის ხე რა ადგინდათ ხალხო რა? ანანობა სავს ხوار დავდგავდი. ნახე. აი რა გვინდა. დილიდან ასე დღეში არის. დილიდან. როგორ ხართ? რა ისევ ჩხუბობთ ხო რა გცხენიათ? აბა მედით ახლა ორივე იქა. ჩქარა. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით ძველ ჩინურ ზღაპარს ორდაზე ჯადოსნური ზღაპარია აღარასოდეს აღარ იჩხუბებთ. აი მომისმინეთ. მარიკა ნახე, მოვიდა ქალბატონი UNGP-დან. ხო, და მოგვიტანა სიმშვიდე ჩემს თავმომავლობაში და მე ახლა წყნარად მოვემზადები, იმიტომ რომ წასასვლელი ვარ, გმადლობთ. ეს ორი და სულ ჩხუბობთ და თქვენ სამით იყვნენ, სულ კამათობდეთ. მარიამ შევხედე აქ ავარ, მომისმინე ხო რა დღეს. ხო და
ერთ დღესაც უფროსი და წავიდა ტყეში სოკოს მოსაკრეფად და რა მოხდა? დაიკარგა. აბა, და ეს უმცროსი და კიდე სახლში იჯდა და არც კი ფიქრობდა წასვლას და ძებნას. არ მოგიდგენიათ? ანანო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან და ერთად შევხვდეთ ახალ წელს რა. მე მარიკა, ბავშვ ვარ დაიშალოთ, მოვალ გავაგრძელებ. მარიკა სახლში უნდა შევხვდე, იცი? რა ხდება? ой, მე რა ხდება და ბებია ჩემმა მითხრა, დაქალები დაუპარიჟეო და მოდიო და მოგვაქცია ყურადღებაო. მარიკა რა შვებიან, იცი? სამენ შამპანურს. თვრებიან და მე გული მისკდება რომელიმე ცნება, მაგრამ ზიმა ყარაულობ მარიკა. მე რომ მორჩებიან ჩამორიგებაც ხუნდათ მე. ვაიმე მარიკა, ახალი წლიდან მეყოლება მძღოლი. ვაიმე რა ხო და მე გავაფორმო უკვე ხელშეკრულება. და მე ბებია ჩემსაც ისატარებს და ისმინოს. მე როგორ გადარია ახალგაზრდობაში ალენდელონი. უფროსი წასული ტყეში და არა უფროსი. აი მე უფროსი წავიდა ტყეში რა დაგემართა? არ უსმენი, დიახ, შენ მე არ უსმენი შეძით. ანანო, ყოჩა, რა კარგად დაამშვიდე ჩემი ბავშვები. მარიკუნა, დღეიდან ანანოს უნდა დაუძახო კატაბალახა. მე ბავშვებო, კარგით რა, ერთი წუთი დავი მე მართლა რა. დაგტოვეთ ერთი წუთი რა საყაყანდით რა ამბავია. მოვედი ირა. მოდი გენაცელის. ვაჰა, მამას ბუსუსები როგორ ახლა. სანდრო, მაცალე ხა ნახე როგორ აინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს უყვები. ხო და ამან უცადა და ის რომ აღარ დაბრუნდა, წავიდა თვითონ საძებნელად. ვაჰა, ანანო, ჯარისკაცის მამას უყვები? არა, სანდრო, ჩინურ ზღაპარს უყვები რომ აღარ იჩხუბონ. რა გაჩხუბებთ? ჰა? ხო, შენ უფროსი ხარ, უნდა დაუთმო. ტყუპები ვარ, სანდრო. მაშინ შენ უნდა დაუთმო. სანდრო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და სხვებსაც დაურეკოთ, გეხვეწრებინა. აუ, არ გამოვა სახლში, ლუკასთან ერთად, ბავშვთან ერთად უნდა შევხვდე სახლში რა და ისე ირა. აი ეხა, ნინი და მარიამი ამერიკიდან რო ჩამოვიდნენ, როგორი გაზრდილები არიან, ხო? ხო და მარიკა ისევ იმხელა. ვაიმე მარიკა, გეხვეწები შეხვდეს ეს თავისთან სახლში ლუკასთან ერთად ახალ წელს. გენაცვალე შენ სანდრო, გენაცვალე. შენ მე რატომ უნდა უთხრა? მოდი ახლა აქ დასხედით. აბა რა გინდა რას ბურდღუნებთ, რა უნდა მითხრათ? აუ თქვა მამიკო რა, ბებიასთან და ბაბუასთან შევხვდეთ ახალ წელს. ხო რა მარა. რას ამბობ, კაცო, რას? ეგრო დედა თქვენმა გაიგოს, გაგიჟდება. ბებიაც მაგას ამბობს. თუ ჩემთან არ შევხვდებით ახალ წელს, გავგიჟდებიო. გამაგიჟებენ ეგენი მე რა. ხო, საკრათაბა. მოკლედ მომისმინეთ ახლა ლაშიკო ბავშვებო მომისმინეთ ახლა მოკლედ თამარი და ნიკა თურმე აქ აპირებენ ახალი წლის შეხვედრას ხო და მომისმინეთ თურმე ნიკას რაღაც სიურპრიზი ქონია თამარისთვის ხო და ჩვენი აქ ყოფნა ახლა უხერხულია ну არ შეიძლება ახლა ჩვენ მარტო დავტოვოთ ხო თამარი და ნიკა თან ახლა მე თქვენი ამბავი ხო ვიცი გააგიჟებთ თამარს ირბენთ აქ წინ და უკან ხო და იცი რა ვქნათ ავდგეთ და ჩვენ წავიდეთ ლაშიკო და შენებთან შევხვდეთ ახალ წელს ხო ნიკო მომირყა ხო კარგი მიშიკო რა მოგივიდა გიორგის მოკიდე ჩაიცვი თვილად ჩაიცვი შარფი ხელთათ მანები აი მე გამაგიჟებენ აი მე ქეთინო რა ხდება რა არის გული რამე ჩავეყოდო არაფერი ეზოში გაუშვი ბავშვები და თამრი მომისმინე მე და ლაშიკო ლაშასიანებთან შევხვდებით ახალ წელს